იუმორისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ონისე ოქრიაშვილის მეგობრებმა და ახლობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ოქრიაშვილზე თავდასხმას წინ მიზანმიმართული კამპანია უძღოდა და მომხდარზე პასუხისმგებლობას პროპაგანდისტულ მედიებს აკისრებენ და აქცენტს მათ მიერ გაჟღერებულ ძალადობის წამხალისებელ განცხადებებზე აკეთებენ. მათი განცხადებით ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. საგანგაშო საფრთხეს გრძნობთ. კვირაზე მეტია სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუ კი ონისეს ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს. მივმართავთ საზოგადოებას, მედიებს და პოლიტიკურ ფიგურებს. გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ვიღონოთ ყველაფერი, რომ ონისეზე თუ მის ახლობლებზე სამომავლო ძალადობის შემოქმედები არ გავხდეთ. 22 ივლისის ღამეს იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თითქოს და მწერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო. საქმეზე ერთი პირია დაკავებული. პროკურატურა მას ძალადობის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს 5000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.